გამარჯობა, მე ვარ დათო პაიჭაძე, ჟურნალისტი და მინდა არ გამოვიდე ჩემი პროფესიული ინერციიდან და დავსვა რამდენიმე შეკითხვა. მე არ ვეძებ ამ შეკითხვის პასუხებს, მნიშვნელოვანი იქნება თუ ამ კითხვათა პასუხებს ჩვენ თვითონ ვიპოვოთ, ანუ ყოველი ადამიანი ვინც ამ კითხვებს მოისმენს, თუ ძალიან უაზროდ და სულელად მოეჩვენება, შეიძლება თავისთვის მაინც უპასუხოს მას. ვიდრე კითხვებს ჩამოვყევით, მოდი გავხსენოთ, რომ ტარდება გამოკითხვები კითხვის დასმის გარდა საქართველოში და ბოლო გამოკითხვა ჩვენ ნახეთ ეხლახანს. ნახეთ ის რეიტინგები, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს, ეხება მოქალაქეებისთვის საინტერესო საკითხებს. და ამ თავით ვიტყვი რანაირი ეჭვი ამ რეიტინგებში და რიცხვებში, პროცენტებში მიარჩენა. თუმცა პირველი კითხვა, რომელსაც ეს რეიტინგები აჩენს, არის პოლიტიკური ფიგურების, მაგალითად კახა საკანდელიძის ან ხათუნა გოგავაძის 42%-იანი რეიტინგი. პაუზას ვიჭერე, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იფიქროთ, ვინ არიან ეს პოლიტიკური ფიგურები, ისინი არიან საქართველოს ერთი მოქმედი მინისტრი გახლავთ, მეორე მინისტრად წარდგენილი, გამოკითხვის პერიოდში ისინი ფიგურირებდნენ გამოკითხულთა გამოსაკითხთა ანკეტებში და მიიღეს 42%. 42%-ად შეგახსენებთ ხანგრძლივი საქართველოს პირობაზე პოლიტიკური სტაჟის მქონე ადამიანს, უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. რეიტინგში არიან თანაბრები ორი სრულიად უცნობი ადამიანი და ადამიანი, რომელიც იყო მრავალგზის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის სპიკერი და სხვა. ერთი მხრივ ეს იხსნება ძალიან იოლად, ვიცით, ის რომ პრემიერ-მინისტრის მაღალი რეიტინგი 80%-იანი ახსენეთ გადადის და ეფინება მის პოლიტიკური გუნდის წევრებსაც. და ეს მიჩენს კიდევ სხვა კითხვას უკვე დაუკავშირებელს მაინც და მაინც პოლიტიკასთან. ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში აქვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 93%. და არ ვიტყვი გული მწყდება, მაგრამ კი მაინტერესებს რო ჩატარდეს გამოკითხვა, თქვა მღვდელმთავართა პოპულარობის, მღვდელმთავართა მოწონების დასადგენად. გადავა თუ არა პატრიარქის რეიტინგი მათზე, ну ცალკეულ ეპისკოპოსებზე. ასევე მაინტერესებს რა შეიძლება მოიმოქმედოს ან არ მოიმოქმედოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საიმისოდ, რომ მისი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდოს. მინდა რომ როცა ჩვენ ვფიქრდებით და ვიღებთ ცალკეულ პერიოდებს, რომელშიც გამოკითხვა არის ჩატარებული და ვფიქრდებით იმას, ვის რა რეიტინგი აქვს, კათოლიკოს პატრიარქის რეიტინგი არ ჩამოდის 90%-ზე დაბლა. და ამ დროს მოწონების რეიტინგი, ხო, მოწონს გამოკითხულთა 90%-ს. და ამავე დროს ძნელია გაიხსენო ხოლმე, თქვა, რიგი მოქმედებებისა, ან განცხადებებისა, ან ინტენსიური საქმიანობისა, რაც კათოლიკოს პატრიარქმა გასწია იმ პერიოდში, როცა გამოკითხვა ტარდებოდა. მას შეიძლება ჩაეტარებინა წირვა, ეკადაგა, გაეკეთებინა რამდენიმე განცხადება, მაგრამ ის რომ თქვა ის საქმიანობდეს, ანუ მის საქმიანობა იმგვარად ინტენსიურად ჩანდეს, როგორც პოლიტიკოსთა საქმიანობა ჩანს ხოლმე მედიაში, არა. ამის მიუხედავად მას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. და დაუბრუნდები ისევ იმას, რომ საინტერესოა როგორ აფასებენ საქართველოს მოქალაქეები დანარჩენ მღვდელმთავრებსაც. საერთოდ თუ ჩვენთან რაიმე არ გამოიკვლევა აი რიცხვების პროცენტების დონეზე, ეს არის ზუსტად ეკლესიის გავლენა. ამდენად ჩვენ შეგვიძლია დავსვათ მხოლოდ კითხვები და მე შევსწრებ ეს კითხვები ჩამოვაყალიბო. ერთი საინტერესოა მიგვაჩნია თუ არა ჩვენი მღვდელმთავრები და უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირები განათლებულ ადამიანებად. ასევე რა მიგვაჩნია განათლების ნიშნად. რა უნდა იცოდეს ჩვენი აზრით მღვდელმთავარმა და სასულიერო პირმა უფრო დაბალი რანგისა, საიმისოდ რომ ის ჩავთვალოთ განათლებულად. საჭიროა თუ არა რომ სასულიერო პირის განათლებულ ადამიანად მიჩნევისათვის მას ჰქონდეს კარგი თეოლოგიური განათლება. საჭიროა თუ არა კარგი თეოლოგიური განათლების მისაღებად
ადამიანმა იცოდეს ერთზე მეტი უცხოური ენა და ეს უცხოური ენა არ იყოს რუსული ენა. ჩვენ არ აქვს ამ შეკითხვათა პასუხები. გულისხმობ იმას, რომ რუსული ენა ერთ-ერთი უცხოური ენა შეიძლება იყოს, მაგრამ მეორე ენა არის კიდევ საჭირო რეგიონი განათლების მისაღებად. ეს საკითხი რომ დავსვათ. ამავე დროს თუ კი ჩვენ ვართ ხოლმე მოწმენი იმისა, რომ სასულიერო პირი ქადაგებისას სულეთია უკვე რა რანგისა, სასულიერო პირი ქადაგებისას ხშირად დამუშავებს პოლიტიკურ თემებს, მიმდინარე პოლიტიკას ეხმაურება. არის თუ არა ეს ნიშანი იმის, რომ ამ სასულიერო პირს ნაკლებად აქვს სათქმელი იმ სფეროზე, რომელშიც საქმიანობს. მას ნაკლებად შეუძლია თავისი ცოდნიდან და განათლებიდან გამომდინარე ესაუბროს ადამიანებს რწმენაზე, ღმერთზე, ქრისტიანულ ეთიკაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს რელიგიას ადამიანის მიმართებას ღმერთთან. ჩვენ ასეთ ლაპარაკს ასეთ გადაგებებს ხშირად ვისმენთ ხოლმე და ეს კითხვაც მიმაჩნია, რომ ასევე ლეგიტიმურია. ნიშნავს თუ არა ამ თემაზე სასულიერო პირების ყურადღების გადატანა ნიშანს, რომ მათ აკლიათ ცოდნა და განათლება იმ სფეროში, რასაც პროფესიით უკავშირდებიან. ასევე შეიცავს თუ არა ეს რისკს, რომ პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ხშირი ლაპარაკი ამა თუ იმ პოლიტიკური ბანაკისადმი კაფიო სიმპათიის თანხლებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სასულიერო პირს, არამედ მთელ ამ ინსტიტუტს საიმისოდ, რომ ის აღარ გამოჩნდეს თანდათან საყოველთაო ინსტიტუტად ქვეყანაში. რომ ის მისი აქტიური და უცხრომელი და მოსაგრე პირების საქმიანობის, მისი მსახურების საქმიანობის შედეგად აღმოჩნდეს ნელ-ნელა მიკერძოებული ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ. ხედავთ თუ არა ჩვენ ამ რისკს ეკლესიაში. თუ რომც აღმოჩნდეს, ეს ჩვენ რისკად არ გვესახება. თავი დავნებოთ იმას, რომ კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ლაპარაკობს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვაზე. კონსტიტუცია შეიძლება არ გახსოვდეს ადამიანს ყოფით საკითხებს, ყოფაში რაღაც მოვლენებს რომ აკვირდება. ჩვენ ასოც არ ყოფილვართ მოწმენი არც ერთი თაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეკლესიის როგორც ინსტიტუტის ისეთი გავლენის და ძლიერების, როგორც ეს ეხლა არის და ამიტომ ბუნებრივია კითხვა ჩნდება უფრო მეტი ვიდრე მათი პასუხი. ჩემთვისაც ეს არის ღია კითხვები,